გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ თემას ვსწავლობთ ქსოვას, ვისწავლოთ ქსოვა, დავიწყოთ ნოლიდან და ეს დღეს არის მესამე ვიდეო. ვისაც გაინტერესებთ, ნახეთ წინა ორი ვიდეო, როგორ ვიწყებთ, საიდან ვიწყებთ და რას ვაკეთებთ, რა უნდა ვისწავლოთ, რა უნდა ვიცოდეთ. მე ვაგრძელებ შემდეგი. და შემდეგი ჩვენ ვნახოთ, როგორ მოვგზავნოთ ცალ-ცალკე წაღმა, უკუღმა. ჩვენ გავიარეთ წინა ორი ვიდეო, ვისწავლეთ დაწყება 1, დაწყება 2, წაღმართლების ამოყვანა, სულ წაღმა ვგზავნთ, უკუღმართლების ამოყვანა, სულ უკუღმა ვგზავნთ. და დღევანდელი თემა გავაცალ-ცალკეოთ ახლა წაღმა და უკუღმა. გარკვეული რაოდენობის ძაბს ტოვებთ აქ, ეს დაწყება ვიცით და იგივე გავიმეოროთ დღესაც. ეს ვიცით. მე უკვე ამაზე აღარ შევჩერდები, ვისაც გაინტერესებთ, წინა ვიდეოში არის. ავიღეთ თვლები. შემოვტრიალდით ახლა ქსოვას ვიწყებთ ასე, ხო? აი ასე. აქეთ ხელში გვაქვს ცარიელი ჩხირი, აქეთ ხელში თვლები როგორც ავკინძეთ. პირველ თვალს არ ვგზოვ. ვიწყებ ქსოვას, ნახე. ეს ვიცით, რომ ასე უნდა გვეკავოს. აქეთ მხარეს თუ დააკვირდები და წინა ვიდეოში თუ კარგი პრაქტიკა გაიარე, რომ უკუღმა თვლები როგორ გვექსოვა, ახლა უკვე გარკვევით ჩანს, რომ ეს უკუღმა თვლებია, ხო? უკვე არჩევ, რომ ეს წაღმა თვლები არ არის, უკუღმა თვლებია. რახან ვხედავთ აქ, რომ უკუღმა თვლებია, მოვგზავნოთ ჩვენ უკუღმა თვლები. შენ უკვე იცი უკუღმა თვლების ქსოვა. და ვინც ამ ვიდეოსთან მოხვდით პირველად, მოძებნეთ წინა ვიდეოები, როგორ ამოყვავს თვლები, წაღმა და უკუღმა. ეს ყველა უკუღმა თვლები ამ მხარეზე რო შემოვტრიალდით და ყველას უკუღმა მოვგზავნთ.
ერთი და იგივეს აღარ გავიმეორებ, რომ ეს თითები აქ გიკავია ეს თვლები და ეს თვლები არ უნდა მოგსოვო ძალიან მჭიდრო და ძალიან ფართედ. არ უნდა დატოვო და როგორ არ უნდა დატოვო ესაც ვთქვით. ეს თითი რო აქ არის და ყოველ გადამსვლელ თვალს, მოსაქსოვ თვალს აკონტროლებს, ეს თითი რო აქ არის და ასე უკავია ჭხირი და ამ თითებს რო ასე უკავია ჭხირები. არა ხარ დაძაბული, რბილად, თავისუფლად, მოშებულად თუ შენ სწორად გიკავია ეს ჭხირები თავ-თავის ადგილასა ყველა თითი და ნორმალურად გიკავია, არ გექნება ბრძოლა ჭხირებთან და ძაფებთან. ძალიან თავისუფლად, აი ასე როგორც მე ვგზავ ახლა. ეს ყველაფერი გავიარეთ უკვე 2 ვიდეო დევს წინ. ეს არის დღეს მესამე ვიდეო. თუ სურვილი გქონდა გესწავლა, უკუღმა თვლების ქსოვა იცი უკვე. და კიდევ ვიმეორებ, თუ ეს ვიდეო ნახე პირველად, მოძებნე პირველი და მეორე ვიდეო. ეს რიგი, ნახე ახლა, გადავგსოვეთ მთლიანად უკუღმა, რადგან თვლები რო ავიღეთ და შემოვბრუნდეთ, ის მხარე იყო უკუღმა. ახლა უნდა გავცვალოთ ჭხირები, შემოვტრიალდეთ, რადგან აქედან გადმოგვყავს აქეთ, ხო? ეს თვლები. ახლა ნახე. უკუღმა მხრიდან ვგსოვდი და მე ბოლო თვალით უკუღმა მოვგსოვე. ყოველ შემთხვევაში მინდა ახლა რომ ყველაფერი გაარჩიო და ცალ-ცალკე თავ-თავის ადგილას დაალაგო ახლავე თავიდანვე, ნოლიდან. თუ მე უკუღმა მოვგსოვე ახლა ბოლო თვალი, ნახე ახლა ეს როგორ წამოვიდა აქ და გადაკეტა. ჩვენ ვიცით რომ აქ უნდა დავტოვოთ ეს სუფთად ღიად, ამიტომ შევაბრუნებ და აქედან ამოვიყვან ამ თვალს, ნახე. ეს ძაფი აგერა გვაქვს ახლა და ეს თვალი აქ ძალიან აი ასე სწორად და ლამაზად არჩება. პირველ თვალს არ ვგსოვთ, გადავიყვანი. ახლა ნახე, მე რო შემოვტრიალდი. ახლა უკვე შენ უნდა ცნობდე ამ თვლებს, რომ ეს წაღმა თვლებია. პირველი ვიდეო იყო ამ თემაზე, როგორ მოვგსოვოთ წაღმა თვლები და რანაირია წაღმა თვლები. სულ პირველი ვიდეო იყო ამ თემაზე. ახლა შეხედე ეს თვლები ხო არის წაღმა თვლები. წაღმა თვლებს ვგსოვთ აი აქედან. ეს თითი აქ არის, აუცილებლად აკონტროლებს ამ თვალს, რომ არ წავიდეს, არ გაგვექცეს და აკონტროლებს ამ ჭხირს, სად გავიდეს. ამის იქით ვერსად ვერ წავა, აუცილებლად თვალში უნდა გავიდეს. ეს თითი თუ აქ არ იქნება, სადღაცა წავა. რამდენი თვალიც გადავა, ეს თითები მიიღებენ. წაღმა თვალს ასე ვგსოვთ. ესაც ვისწავლეთ უკვე, ნახე. ეს სხვაკან ვერსად ვერ წავა ეს ჭხირი. ესენია წაღმა თვლები, ასეთები. ეს უკუღმა ვერ იქნება, ხო? უკუღმა თვლები არის ზურგიანი, ნახე. აი ეს ახლა ხო უკუღმა თვალი. ნახე აქ ნასკვივით, ზურგიანი თვალი ჰქვია. მე კი არ დავარქვი, რა ვიცი, ბევრჯერ გამიგია. ახლა ეს წაღმა, ნახე, იმიტომ რომ აქ ღია, აი ასე, აი ნახე გახსინგრი, აი ასე. ესა წაღმა თვალი. აქედან გადიხარ და გსოვ წაღმა. გსოვი აი ასე, როგორც პირველ ვიდეოში აგიხსენი წაღმა თვლები, როგორ მოგეგსოვა და თითები ყოველთვის ამუშავე თავ-თავის ადგილას, როგორც საჭიროა. მიაჩვიე ხელი, არ გსოვო ასე სადღაც ასე და დაძაბულმა. ყველა როგორც გეუბნები სად რომელი თითი დაიკავო, ისე გსოვე. აი ეს.
გარეთ წვიმს დღეს ნამდვილად ქსოვის დროა. ან წიგნის კითხვის, ხო? ვისაც აქვს დრო, რომ იყოს სახლში, ქსოვოს ან წიგნი იკითხოს, აი ისეთი ამინდია გარეთ. ნახე, მოვქსოვე ყველა თვალი წაღმა, მოვედი და ამ ბოლო თვალსაც წაღმა მოვქსოვ, იმიტომ რომ წაღმა მხარეს ვქსოვდი. აი ნახე. შემოვტრიალდები ახლა. გავცვლი ჭხირებს. რადგან აქედან ვქსოვთ აქეთ. შეხედე ეს ძაფისად შემოვატრიალი ახლა. გახსოვს მე რო გითხარით, საით მხარესაც იქით შეაბრუნე, რომ ეს ძაფი საით თვალის რომელ გვერდზეცა, თვალს ხო აქ ორი გვერდი. გახსოვს ხო? აი ასე შემოვატრიალებ, რომ ეს თვალი აქ სწორედ დაჯდეს. პირველ თვალს არ ვქსოვ. ახლა ნახე. ეს ზურგიანი თვლები არის უკუღმა თვლები, ხო? იმედია კარგად ჩანს, თუ არა გაადიდე ეკრანი. ცოტა მოვწიე და გაადიდე ეკრანი, თუ ძალიან გაუგებარი იყოს, რა ვიცი. ნახე, ეს ზურგიანი თვლები არის უკუღმა თვლები. ყველა ასია, იმიტომ რომ ერთ მხარეს გვსვთ წაღმა, ერთ მხარეს გვსვთ უკუღმა და მე ვიწყებ უკუღმა თვლების ამოყვანას. აუცილებლად პირველი თვალი გადავიყვანე არ გვსვ. აუცილებლად ეს ძაფი აქეთ უნდა იყოს, ესაც უკვე იცი. ახლა ნახე. ეს თითი განკონტროლებს და გავიყვან. აი ეს. ყველა თვალს ახლა ვქსოვთ უკუღმა. და თუ შენ ყველა ვიდეოში მომყვები ქსოვა გინდა რომ ისწავლო, უკუღმა თვლების ქსოვა უკვე ასე უნდა იცოდე, რადგან წინა ვიდეოში ყველაფერი წვრილმანი ავხსენით რა როგორ გავაკეთოთ. აქ ყველა თვალს გვსვთ უკუღმა. კარგი, ნაპირის თვალსაც მოვგვსოვ უკუღმა, რადგან ყველა თვალი უკუღმა მოვგვსოვეთ. შემოვატრიალებ ახლა ამ ჭხირს, გავცვლი ჭხირებს. აქეთ მოდის მოგვსოვილი თვლები, აქეთ მოსაგვსოვია და მოდის. ახლა ნახე. ეს ძაფი კი ამ მხარეს. ნახე, მაგრამ ნახე სად წამოიღო, ასეთები ჩვენ არ გვინდა. ყოველთვის დააკვირდი ნაპირს, ყოველთვის რასაც არ უნდა გვსოვდე შენ და გქონდეს ასეთი გვერდები გახსნილად ღიად გვსოვდე, ხო? ახლა ირგვლივ რო გვსოვ არ გექნება ეს, შემდეგ ვისწავლით ირგვლივ ქსოვასაც. როცა ასე გახსნილად გვსოვ რამდენიმე თვალს, გადიხარ გამოდიხარ, ყოველთვის გექნება ნაპირი. ეს ნაპირი აი ასე არასდროს არ დატოვო. აი ასე არასდროს არ დატოვო და დატოვე აი ასე, აი როგორც ახლა აქ ვტოვებთ, ნახე. ამიტომ ეს შეატრიალე. აი, აქედან ამოიყვანე, რომ თვალიც გასწორდეს, აუცილებლად აქ სწორედ იქნება. ახლა ნახე, ესენი წაღმათვლებია ვიცით უკვე. წაღმათვლებს როცა ვგზავთ, ძაფი იქით არის. განსხვავებით უკუღმა თვლებს როცა ვგზავთ, ძაფი აქეთ არის.
სულ ესე გვიკავია ეს ძაფი, ხო? მაგრამ როცა წაღმართლებს გსვთ, ძაფი იქით არის. აქედან გავდივართ, აქედან არა. აქედან გავდივართ. წაღმართლებს ასე ვგსოვთ. როცა დავიწყებთ სქემების გსოვას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვალის საიდან ამოყავს. აქედან ამოყავს, აქედან ამოყავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება დაგჭირდეს თვალის შემოტრიალება, შეტრიალება. მაგრამ როცა წაღმართვალს სწორად ზუსტად ვგსოვთ და უკუღმართვალს, მაშინ ვგსოვთ კანონიერად, როგორც არის წესი აი ასე. კომენტარებში ვნახე სადღაცას იყო ასეთი შეკითხვა. ახლა მარტო ვნახე დიდი ხნის წინ დავწერია. რას ნიშნავსო თვალის შეტრიალება? როცა სქემა სჭირდება, რომ თვალი აი ასე უნდა გამოიყვანო, ან ასე უნდა გამოიყვანო, ან ასე უნდა გამოიყვანო, აი ასე უნდა შეატრიალო, აი ასე უნდა შეატრიალო, ამას ქვია თვალის შეტრიალება. ესე იგი, იმ ქსოვას, ან კლებას, ან მატებას, ან სქემას ვაკეთებთ და აუცილებლად სჭირდება ეს თვალი, რომ ასე მიატრიალო და ასე ამოიყვანო, ან ასე შეატრიალო და ასე ამოიყვანო, აი ამას ქვია თვალის შეტრიალება. და სქემა როცა გაქვს, რა ქვია, შედგენილი, იქ ყოველთვის არის მინიშნებული თვალის შეტრიალება თუ შემოტრიალება, აქედან ამოიყვანო თუ იქიდან ამოიყვანო. ეს ახლა ჩვენი თემა არ არის, ჩვენ ახლა ვიწყებთ ქსოვას, მაგრამ გამახსენდა ის კომენტარი, რომ რას ნიშნავსო თვალის შეტრიალება. ჩვენ გსოვთ ახლა წაღმართლებს. რადგან წაღმა მხრიდან გვაქვს, სულ წაღმა გვაქვს ეს ნაკსოვი. რაც გინდა ადამიანს დაისახავ მიზანს და ჩაიფიქრებ, აუცილებლად გააკეთებ. გინდა ისწავლო, ძალიან ბევრი ქსოვე და მიაჩვევ ხელს და ისწავლე. ჩემზე უკეთეს ქსოვას ისწავლე. იმიტომ რომ ყველას თავისი ფანტაზია აქვს, ის ფანტაზია გადააქვს ან ნახატზე, ან ნაკსოვზე, ან ნაწერზე, ან მუსიკაში. და შენ თუ ამის სწავლა გინდა ნამდვილად. ნახე ახლა ეს თვალი ამოიყვანე, იმიტომ პირდაპირ, აი ასეთნაირად. აი. რადგან ეს ძაფი აქეთ მხარეს არის. ახლა უნდა მოვგსოვო უკუღმა და ეს ძაფი აქეთ მჭირდება, ნახე, უკუღმა თვლები ამომყავს, ხო, ნახე? და ვიწყებ, აი, აქეთ, ჩხირის აქეთ გავდივარ, შევატრიალებ და გავიყვან თვალს. შევცვლით ხო ჩხირებს. ეს აქეთ, ეს აქეთ. აქედან ვიწყებთ ქსოვას, რომ ეს თვლები გადავიყვანოთ და გადავიყვანოთ. აი წაღმა ნაკსოვი, აი უკუღმა ნაკსოვი. მიაჩვიე ხელი ქსოვო ცალ-ცალკე, წაღმა ქსოვო ახლა უკვე, უკუღმა ქსოვო
და გაარჩიო უკვე რომელია წაღმა მხარე, რომელია უკუღმა მხარე. ეს არის წაღმა თვლები. ეს ზურგიანი თვლები, ამით დიდა გამახსოვდება, რომ არის უკუღმა თვლები. აი გვერდები ყოველთვის, ეს ყოველთვის გახსოვდეს. აი ასე უნდა აკინძო აქ, სუფთად. აი შენი ნაკსოვი შემდეგ აი ესეთნაირად უნდა გამოიყურებოდეს. ახლა ეს შემოვატრიალი აქეთ, ნახე. გადავიდა იქეთ, მაგრამ უკუღმა თვლებს ვგსოვთ და აქ გვჭირდება. როცა უკუღმა თვლებს ვგსოვთ, ძაფი ყოველთვის გადმოგვაქვს აქეთ. ახლა ნახე. ვთქვით, რომ ეს უკვე უკუღმა მთლიანად ყველა რიგი მოქსოვილია უკუღმა და ასეთი სახეა. ეს არის წაღმა. აი ეს არის წაღმა და ასეთი სახე მიიღო, უკვე სუფთა ნაკსოვია წაღმა. ნახე რამდენად განსხვავდება ახლა ამისგან, თუნდაც აი ეს, ნახე. აქ ხო გამოვიდა დაიზოლა, ასე ვთქვათ, აი. იმიტომ რომ ერთი რიგი წაღმაა მოქსოვილი, ერთი რიგი უკუღმა. როცა ვტრიალდებოდით, წაღმაზე უკუღმა იქსოვებოდა, უკუღმაზე წაღმა და ასეთი სახე მივიღეთ. აი ესაც იგივეა, წაღმაზე უკუღმა ნაკსოვი, უკუღმაზე წაღმა ნაკსოვი ვტრიალდებოდით და სულ ერთი და იგივეს ვგსოვდით. ახლა უკვე ჩვენ ცალ-ცალკე ვგსოვთ. წაღმა თვლებს წაღმა თვლებზე ვგსოვთ, უკუღმა თვლებს უკუღმა თვლებზე ვგსოვთ და მიიღო თავისი სახე, უკუღმა მხარემაც და წაღმა მხარემაც. მაგრამ ახლა ნახე, წარმოიშვა ახალი პრობლემა. ჩვენ კი ვგსოვთ, მაგრამ ნახე ამან რაქნა. რაც მეტს ვგსოვთ და ვგსოვთ, ეს ტრიალდება, ნახე და მოგვდევს უკან. მივდივართ ვგსოვთ და ეს ასე ტრიალდება და მოდის. წაღმა მხარეს ტრიალდება, იხვევს, უკუღმა რჩება გარეთ. რაც არ უნდა მოგსოვო ახლა ეს 10 მეტრა რომ მოგსოვო, ეს ასე იტრიალებს და მოყვება თან. აი ასე. შემდეგ გაკვეთილში ვისწავლოთ ეს პრობლემა როგორ მოვაგვაროთ. აი ახლა მე ასე დავდება მას, რომ წაღმა ეს წაღმა პირსაც, ხაზსაც ხედავდე, რომ ეს სულ წაღმა, ეს სულ უკუღმა უკვე. და როგორი სხვაობა არის აი ამათთან შედარებით. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.